უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. საპოლიციო მოქმედებები სასამართლო განჩინების საფუძველზე აჭარის რეგიონში ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას ჩატარდა. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული თეკბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისათვის ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალ ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებით აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აჭარის რეგიონში ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ტერორისტული იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული თეკბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით და სამომავლო ტერორისტულ მიზნებისთვის ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ. საქმეში არსებული ინფორმაციით ხსენებული დაჯგუფებების წევრები გეგმავდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა, დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას. დღეს დილით გამთენისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები. გამოძიება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 226 და 322 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები სატვირთო გადამზიდავები და მძღოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს აპროტესტებენ. არსებული ინფორმაციით რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯერიმება და დეპორტაცია დაიწყო, მიზეზად სავიზო რეჟიმის დარღვევა დაასახელა. ახალი წესების მიხედვით მძღოლებს რუსეთში უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღემდე შეუმცირდათ, რაც მათ მუშაობას მნიშვნელოვნად ართულებს. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი რეგულაციები არამხოლოდ პროფესიულ, არამედ სოციალურ პრობლემებსაც ქმნის, რადგან ბევრ მძღოლს საბანკო ვალდებულებები და ოჯახის შენახვის პასუხისმგებლობა აქვს. მათ მოთხოვნა სამინისტროსთან სწორედ ამ საკითხების გასაჟღერებლად და შესაძლო დიპლომატიური გზებით პრობლემის მოსაგვარებლად დააფიქსირეს. მიყავდათ პირდაპირ სადგომიდან ბიჭები და მოდიოდნენ დეპორტებით ყურებ ჩამოყრა. ესე ხო არ შეიძლება გასულ. უნდა გაგვაფრთხილოს, ან აღარ გაგვიშვეს, რო გაგვატარა. მე მოდის ესე პირდაპირ და გეუბნება რომ 5 წელი რა გავაკეთოთ? ან რითი ვარჩინოთ ჩვენი ოჯახი, ან საერთოდ მარტო ჩვენ ხო არა? რა სავარია რუს მძღოლებს არავითარი პრობლემა არ აქვს. იმას აქვს 1 წელი. რატო უნდა ქონდეს? ვერ გავიგე, ის ჩემზე მეტი რითი არის. და მეც ოჯახს ვარჩენ და ის რუსიც ხო დაუშვათ. ჩვენ პრობლემა არ აქვს იმ მძღოლთან, მაგრამ ვიღაცასთან ხო გვაქვს ის პრობლემა და რატო შეგვიგონა ჩვენ? აი ეს გავარკვიოთ და დაგვეხმაროთ ის თავრობა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაალაგოს რუსეთის ფედერაციასთან, აი ეს ვადები გაგვიგზელოს, მეტი არაფერი.
თხოვნით მივმართავ, რომ დაგვიდგეს გვერდში. ხაგერ არის დეპორტირებული ადამიანი 4 თუ 5 კაცი, კიდე ბევრი არიან დეპორტირებული უკვე იმის გამო, რომ გადაცილება აქვს დღეები. რუსეთის მხრიდან ახალი შეზღუდვებია. შეზღუდვები ეხება საიმიგრაციო პოლიტიკას, ანუ 90 დღემდე მეტის გაჩერება რუსეთის ტერიტორიაში მძღოლებს არ შეუძლიათ. შესაბამისად, უკვე 4ჯერ რო შევა მძღოლი, ამის შემდეგ მას გადაზიდვების განხორციელება არ შეუძლია. საერთაშორისო გადაზიდვები ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამას მოსდევს სოციალური საკითხი, რომ ყველას აი ამ გადამზიდავებს, ამ მძღოლებს, ყველას აქვს საბანკო პასუხისგებლობა, მოხდება მძღოლების გადინება საქართველოსთან, ისედაც დასაქმების პრობლემის წინაშე მდგომი ქვეყანა აღმოჩნდება კიდევ ერთი დამატებითი კოლაფსის წინაშე. ამიტომაც ჩვენ შევიკრიფეთ, რომ გარკვეულწილად ჩვენი პრობლემები საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაჟღეროთ. ვარდისფერი ოქტომბერი საქართველოს მსოფლიოსთან ერთად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს. მიზანი დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირება. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სკრინინგის აქციები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები. საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. 2024 წელს საქართველოში ქალებში რეგისტრირებულია ძუძუს კიბოს 1995 ახალი შემთხვევა. სკრინინგული კვლევები უფასოა და საქართველოს ყველა რეგიონში ხელმისაწვდომია. ყველა ადამიანი ალბათ რაღაცა ფორმით შეხვედრია ამ პრობლემას და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს კონდეს გასიგრძე განებული კარგად ის პასუხისმგებლობა, რომელიც ზოგადად ონკოლოგიის მართვას უკავშირდება. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ემპათიას, მხარდაჭერას, იმავდროულად მხარდაჭერას თვითონ იმ ადამიანებისა, ვინც ებრძვიან ამ მძიმე სენს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების წახალისება, რომელიც უკავშირდება მაგალითად ადრეულ დიაგნოსტიკას, ადრეულ აღმოჩენას. მიმართავ ყველას, სადაც ხმა მიმწვდება, ყოველთვის მიმართავ სხვათა შორის, რომ პრევენცია გადაგვარჩენს, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია და რომ არ არის არჩევანი გაჩუმება და შიში ექიმთან ვიზიტის და გასინჯვის, ყოველი დღე შეიძლება გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და რომ ადრეულ დიაგნოსტიკას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და გამოჯამრთელების ტოლფასი. მე ვთვლი, რომ სკრინინგი აუცილებელია ყოველ წელს გაიკეთოს ყველა ქალბატონმა ალბათ. იმიტომ რომ ახლად გამოვლენილი უფრო ადვილად მოსარჩენია. პატარა ჯირკვალი მქონდა, ცოტა ვიმკურნალე. მე გავანებე თავი მკურნალობას და ახლა მომიწია უკვე სერიოზული გამოკვლევები. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1,55,595 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ყველაზე მეტი ვიზიტორი ფიქსირდება შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი. ვიზიტორთა შორის 43% ადგილობრივი, ხოლო 57% უცხოელი ტურისტია. სამინისტროს ცნობით, უცხოელი ვიზიტორების ტოპ 5-ს წარმოადგენს ქვეყნები: ინდოეთი, რუსეთი, პოლონეთი, ისრაელი და ბელარუსი. განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ოკაცის კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ოკაცის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. რთული მეტეოროლოგიური პირობები ზღუდავდა ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილებას. რკინის კონსტრუქციაზე მოწყობილ კიდურ ბილიკებზე გავლა უამინდობის დროს გარკვეული ტიპის საფრთხეებს ქმნიდა. აღნიშნული გამოწვევების აღმოსაფრთხებლად ოკაცის კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა. მოეწყო მეხამრიდები და დამონტაჟდა სპეციალური დამცავი ბადეები, რომლებიც ამაგრებს კლდოვან ფერდობებს და ქვათაცვენის საფრთხეებს ამცირებს. ოკაცის კანიონზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ტერიტორიაზე გადაადგილება ახლა უკვე უამინდობის შემთხვევაში შესაძლებელია. ნათქვამია გავრცელებული ინფორმაციაში.